გერმანიამ გაიწვია ელში, იცით თქვენ და ეს არის ძალიან მძიმე ამბავი, ეს არის მადასტურებელი იმისა, სად ამოგვაყოფინა თავი ქართულმა რეალურად კი რუსულმა ოცნებამ. ესეცაა ქართული ოცნების რუსობის, არა პრორუსობის ხაზგასმით ვამბობ, არამედ სწორედაც რომ რუსობის მადასტურებელი და ამადასტურებელი. ჩვენი ეს დღევანდელი ბანდა ხელისუფლება ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით აპირებს რომ კიდევ უფრო მეტად შეუტიოს ელჩებს, კიდევ უფრო მეტად შეავიწროოს ისინი და ვინც ის იქნება ევროკავშირის რომელიმე სხვა ქვეყანამაც ის გზა გაიმეოროს, მიხბაძოს გერმანიას და სხვა რომელიმე ქვეყანამაც გაიწვიოს უკვე მომავალში ელჩი წარმოადგენელი საქართველოში, რაც ჩვენი იზოლაციისაკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ოღონდ რასაკვირველი ამ ყველაფერში უპირველესი დამნაშავე ზოგადად ქართული ოცნება, მაგრამ პირველი დამნაშავე, აი უპირველესზე მთავარი დამნაშავე, რასაკვირველი არის ბიძინა ივანიშვილი. ამაზე ყურადღების გამახვილება ღირს რასაკვირველია და მაინც რა თემაზე მეორე მხრივ ხო რა თემებზე უნდა ვისაუბრო დღეს ეს მე ვკითხე საკუთარ თავს ამ დაახლოებით 5-6 საათის წინ და პასუხი არა დაგიმალავთ და რაღა დაგიმალოთ და ვერ მოვიფიქრე ვერ ვუპასუხე საკუთარ თავს ამ დინამიკაში თემა ენაცვლება ახლა აი ამ წუთებში შეიძლება ისეთი რამ მოხდეს რამაც გადაფაროს ხსენებული გერმანიის ელჩის გაწვევის ამბავი ცვლის და რომელიმე ერთი სამორჩევა გარწმუნებთ საკმაოდ რთულია. ამიტომ მოდი ჯერ თქვენის ნებართვით მოგესალმებით. მე ვარ ირაკლი ტაბლიაშვილი, ეს არის კონტექსტი, მოდი ვთქვათ ასე, უფრო ზუსტი რომ ვიყო კვირის კონტექსტი, იმიტომ რომ შაბათობითაც ამოხსმე ჩემი საავტორო გადაცემა კვირის კონტექსტია ახლა ეთერში, მოგესალმებით და დავიწყოთ. ჩვენს კონტექსტში რეალურადაც ცხადია სალაპარაკოა, თავარ სალაპარაკოა კობახიძისა და ღარიბაშვილის შეპირისპირებაზე. ეს უკანასკნელი, ანუ ღარიბაშვილი ცხადია დამარცხდა ანგარიშით 5-0 მეთქი და ვეღარასოდეს დაბრუნდება არა მხოლოდ ხელისუფლებაში, სადაც დაბრუნება შეიძლება არც უნდა, არამედ ბიძინას კარზეც, ბიძინას გულსაც ვეღარასოდეს მოიგებს, გულშიც ვერ დაბრუნდება. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ღარიბაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა. ამის უნარი მას რასაკვირველია არ აქვს. აწყობდა პერსონალურად ივანიშვილს. ეს არ იფიქროთ, ბანდა ხელისუფლებას სჭირდება ეს კამპანია უბრალოდ და ეს ჭორი, იმიტომ რომ კობახიძემ ჩამოიცილოს ბიძინას ნდობით მოსარგებლე პირი უნდა ჩამოეცილებინა ბრალი და უმზიმოს ცალკე ღარიბაშვილს და ცალკე ასე მაგალითად ლილუაშვილს პირებს, რომლებმაც ბევრი იციან სწორედაც რომ კობახიძეზე და ამ განშტოებაზე და ალბათ ბევრს საუბრობდნენ კიდეც მასზე თუ მათზე მდინარაძეზე, ხსენებულ კობახიძეზე, პაპუაშვილზე და სხვებზე, როგორც ცუდ მმართველებზე, რომლებიც დამსახურების გარეშე დააწინაურა ბიძინა რუსმა საკუთარ კარზე და მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ყოფილები აგინებდნენ კიდეც მეორე დღევანდელი მდგომარეობით მეორე რუსს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ყველა ცუდ პრემიერთა შორის ყველაზე ცუდი როლი ითამაშა საქართველოს, აი თქვენი ქვეყნის ამ დღეში აღმოჩენა ჩაგდებაში. და ასე რომ ყოფილიყო დამატებით დიდი კორუფციული სქემები რომს არსებობდეს და ცხადია არსებობს რასაკვირველია, მაგ ახური კლანი თუ კახელების კლანი ხო არ გამქრალა. ირაკლი ღარიბაშვილს ხო ჰქონდა თავისი საცეცები ყველგან გაშვებული, რომს არსებობდეს და არსებობს კიდეც ამის მიუხედავად ვერც ერთი მათგანი, ანუ ვერც კობახიძე და ვერც ლილუაშვილი, უკაცრავად ვერც ღარიბაშვილი და ვერც ლილუაშვილი ვერ გარისკავდნენ ალიანს კოლექტიურ თუ კონკრეტულ ნაციონალურ მოძრაობასთან, ძალასთან, რომელსაც რევოლუცია დაუსახავს ივანიშვილის დამარცხების გზად. დიახ, ვერ გარისკავდა ალიანს ხაბეიშვილთან, ღარიბაშვილი თუ წითლიძესთან და ვერც პაატა ბურჭულაძესთან თუ მურთაზ ზოდელავასთან. მთავარ აქტორებთან 4 ოქტომბრის მოვლენებისა რამდენადაც ეს ჯგუფიც ახლა საპატიმროში ყოფი და სასამართლო განაჩენის მომლოდინე კობახიძის კი არა ივანიშვილის დამარცხებაზე საუბრობდა 4-ში
ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთო ასე ამბობდა ასე მაგალითად პაატა ბურჭულაძე აქ ამ სტუდიაში ჩემს გადაცემაში ეს იყო სწორედ პაატა ბურჭულაძის სიტყვები 4-ში ვიწყებთ 4-ში ვამთავრებთ ამ სტუდიაში წარმოთქვა მან ჩემთან გადაცემაში, თუმცა ამავე სტუდიაში, ამავე გადაცემაში ისიც დასძინა, ისიც ბრძანა, ბატონო პაატა, რომ ივანიშვილი 3 ოქტომბერს საქართველოდანაც კი წავიდოდა, ანუ არც ეს იყო მისი აზრით, რასაკვირველი, მისი გააზრებით გამორიცხული. მოკლედ ივანიშვილის უსაფრთხოებას, ივანიშვილის ძალაუფლებას ღარიბაშვილი ვერ და არ დაემუქრებოდა კი მე მესმის რომ აი მისი თვალსაჩინო ვიწრო არც, მაგრამ არც ამდენად ვიწრო ვერ გარისკავდა მეთქი, არ გარისკავდა და თუ მაინც დასაშვებია ეს ვერსია, მაშინ კიდე უფრო უარესად გქონია საქმე, მაშინ გამოვა რომ ივანიშვილის იყო საქმის კურსში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და მეტიც. არათუ საქმის კურსში იყო ბიზინა რუსი, ხო? ეს ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული ფოტო გვაქვს, მე მგონი არ დაგზრახავენ. არა თუ საქმის კურსში იყო, არამედ ალიანსშიც იყო, ასე მაგალითად კი არა, ნამდვილად პაატა ბურჭულაძესთან და კიდევ ასე მაგალითად ღარიბაშვილთან და არა მხოლოდ ლილუაშვილთან და მგონი სააკაშვილთანაც კი. ოღონდ ცხადია ეს ვერსია აქვე გეტყვით არასწორი, ანუ ვერსია რომ ყველას ერთად უნდოდა კობახიძის დაყირავება ივანიშვილს, სააკაშვილს, ბურჭულაძის, ლილუაშვილს და ასე შემდეგ ღარიბაშვილს, ხო? დიახ, ეს აბსურდია, არასწორი ვერსია, ეს აბსურდია, ვინაიდან კობახიძეზე შეუდარებლად ძლიერ ივანიშვილს ყოველგვარი ამგვარი ხლაფორთების კომბინაციებისა და ჭიუხების შიმოფიქრებული სვლების გარეშე ახლაც ამ წუთებში შეუძლია ხელის ბიჭის კობახიძის მოცილება ერთი ხელის მოსვით, ერთი ბრძანებით, ერთი გადაწყვეტილებით, ერთი ზარით დარეკავს რამე რო იყოს კობახიძესთან და სულ სიტყვას არ ვიხმარ, მაგრამ ესე ვიტყვი წადი და სხვა სიტყვას არ ვიხმარ, ეხლა თანამდებობიდანო ეტყვის და ისიც რასაკვირველია გადადგება, სრული განადგურება შეუძლია ბიზინას კობახიძის ამასთან, აი ზუსტად ამ წუთებში პროდიუსერს მე ვთხოვ, მან მიაქციოს ყურადღება, რამ ხომ არ ხდება ზუსტად ამ წუთას, როდესაც მე 15 საათსა და 10 წუთზე ახლა თქვენს წინაშე ვარ, მე მაინტერესებს პროდიუსერისაგან ვინმე ხო არ მოკლეს, ან ვინმე ხო არ მოტყდა. ეს არის საინტერესო. იმ ვითარებაში, როცა ქვეყანა არადემოკრატიულია, როცა ინფორმაციული ვაკუუმია, შეთქმულების თეორიებს აბარადალებს. ხო, რასაკვირველია და საზოგადოებას აქვს უფლება, რომ გავითაროს ესა თუ ის არამართებული ვერსია. შესაბამისად ფანტაზიას გასაგანი რომ მივცე ახლა მეც ან მივცეთ, ხო? შეიძლება მივიდეთ ვერსიამდე კი არა, შესაძლებლობამდე, დაშვებამდე, რომ ხვალ ზეგ შუა რუსთაველის გამზირზე, აი შუაში, სადღაც პარლამენტიდან ოპერიდან პარლამენტამდე პირდაპირ მნიშვნელობით დედიშობილა გამოვარდება რუსი ბიზინა და იყვირებს გიჟივარ და უყვირივარ. ცხადია ესე არ მოხდება, მაგრამ ეს ვერსიას რომ განავითაროს, ვინმე არ გაიკვიროთ. მე მესმის რომ გაგეცინათ და ეს ჯანსაღი თქვენი გაღიმებაც ჯანსაღია, რასაკვირველი პროცესია, თუმცა გაგიმხელთ რომ ეს ვერსია მე არ მომისმენია. მეც კი არ მომისმენია, მაგრამ იმას კი ვაღიარებ, რომ ერთი ვერსიის თანახმად ბიზინა დიდი გადატვირთვისთვის და საკადრო ცვლილებებისათვის ემზადება კობახიძეს გაუშვებს და ასე მაგალითად იაპონიაში რომაა ელჩი აღარ მახსოვს, ოღონდ რა გვარია. შემიძლია ჩავხედო იმას ან დანიშნავს, ან მარიამ ქრივიშვილს დანიშნავს, ან კიდე რა ვიცი, ირაკლი ჩიქოვანს დანიშნავს და ასე შემდეგ პარლამენტს დაითხოვს ამ ვერსიის თანახმად და თავადაც წავა. ყველა ამ ჭორ მართალზე, ამ ხმაზე ჩემი პასუხი იყო არის და იქნება ბიზინა არცადაც არ მიდის. არცადაც არ წავა თავის ნებით, არც აპირებს, რადგან თავს მეტად მყარად გრძნობს და სამყაროში ალბათ 3 აქტორია, ვინც მის წასვლას დააჩქარებს, მას წასვლას დაავალდებულებს. პირველი, ეს არის ქართველი ხალხი, რომელსაც მომიტევეთ და კიდევ დიდხნიანი, ან საკმაო ხნიანი და უღალავი პროტესტი მართებს, მოუწევს, რომ ბიზინა დაამარცხოს. მეორე, არის თუ იქნება კოლექტიური დასავლეთი თავისი მკაცრი სანქციებით, მათ შორის მეგობარი აქტით, რომელიც უთუოდ იქნება მიღებული. უთუოდ მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატები მეგობარი აქტს გარკვეული პროცედურების შემდეგ და მესამე კი არის რუსეთი, რომელსაც ბიზინაზე უკეთესი პარტნიორი ყოველ შემთხვევაში დღეს აქ არეგულება, თუმცა რომელიღაც ეტაპზე მოსკოვმა შეიძლება თქვას, წარმოთქვას შემდეგი
ცნობილი სიტყვები, ცნობილი წინადადება ყველასთვის, ცნობილი მოსკოვმა ბიზნესზე, მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრი უნდა წავიდეს. ოღონდ ერთიცა მავრს ანუ ბიზნეს თავისი საქმე ჯერ ბოლომდე გაგიკვირდებათ და არ გაუკეთებია მოსკოვის სეული გაგებით საქმე, ხო? და მეცაც გეტყვით საქმის ასე 10, ოკეი 15, ოკეი 25, ოკეი 10% თუ ექნება შესრულებული უნდა გვახსოვდეს ბიზნეს მისია, მთავარ მისია, ხო? საქართველოში რუსული ბაზების დაკანონება. მავრს თავის საქმე ჯერ არ გაუკეთეს შეუსრულებია, არ გაუკეთებია საქართველოში რუსული ბაზების დაკანონება, საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება, შესაძლოა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებაც და ყველაფერი ანტისახელმწიფოებრივი, რაც ახლა თქვენ გაგახსენდათ. ეს გეგმა ჰქონდა ბიზნეს ივანიშვილს 2012-დან უბრალოდ იმ ხანად იმ პერიოდში მან თავი მოგვაჩვენა, თითქოს იყო დემოკრატი, პროდასავლელი, ლიბერალი ნატოს თუ ევროკავშირის მომხრე და ასე შემდეგ აბმანული დურაკა გამოუვიდა, ოღონდ ცხადია არავის ვაყენებ. შეურაცხყოფა შესაბამისად ქართველი ხალხის ვალია, ამოცანა არ დაუშვას ეს ყველაფერი და არ დაუშვას განუწყვეტელი, ვიმეორებ, განუწყვეტელი პროტესტით. ღარიბ ანთბიჯს მიუბრუნდეთ ახლა ცოტა ხნით, ხო, ღარიბაშვილ ირაკლის. ყველაზე სარწმუნო ვერსია თუ ანალიზია, რომ მან სადა, უკაცრავად ამ სიტყვისთვის ათესვა, მოტყდომა, რაც გდებათ ის თქვით, როგორც თქვენ ჩათვლით, ხო? ანუ გაცლა ბიზნეს ივანიშვილისაგან, ანუ თქვა და ახლობით შემდეგი მე ვერ გადავაყოლებ ჩემს ოჯახს იმ სიგიჟეებს, რომლებიც აქ ივანიშვილმა და კობახიძემ დაატრიალებს. მე უნდა წავიდე, რომ ასე მაგალითად სანქციებს აუწდე, რომ ჩემმა შვილმა შეერთებულ შტატებში განაგრძოს სწავლა, რომ ის ფული, რომელიც მე დავღაფე, ხო, შემრჩეს 7 მილიონი, რომელიც აღმოუჩინეს მაღალი ალბათობით სწორედაც რომ ღარიბაშვილის. თუმცა შესაძლოა ვწდები. ხო, მოკლედ ღარიბაშვილისაც არის ის თანხა, ღარიბაშვილს საათები ყოველ შემთხვევაში რომელიც აღმოაჩინეს და ამოიღეს, სწორედაც რომ მისია, რომ გადავრჩე, რომ ნუნუკა, გადავარჩინ მეუღლე. აი ის ნუნუკა, რომელმაც არჩენებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოფინა საჯაროდ ბიზნა ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ფოტო თავის Facebook პროფაილზე და ამით მიგვანიშნა, რომ აი ირაკლი ჩემი იმასთან არისო, ჯერაცო ბიზნესთანო. მოკლედ ქართულ კოზანოსტრას მაფიის ლიდერის და ასე შემდეგ მასზე შურისძიების მიზეზი აქვს რა საკვირველია ვერავინ ვინც ამ დანაშაულებრივ სინდიკატში მონაწილეობდა და მონაწილეობს ვერ დატყდება, ვერ აითესება. ესაა სწორედ კოზანოსტრას მამაგლავარის ბიზნეს ფილოსოფია და კიდევ ის ერთად მოვედით, კითხულობს ის, ერთად წავალთ თუ წასვლა მოგიწევს, ხოლო გემბანიდან რომელიც შეიძლება ჩაიზროს, ვინც გაქცევას ეცდება ის დაისჯება, ხოლო ვინც გარბის იცით თქვენ ბიზნესეული გაგებით იმას რა ქვია. გინდა ნათელ მირონი იყოს ის ვიღაცა ვინც გარბის და გინდა ჩემიო ესე ამბობს ბიზნესიდან და გინდა ნათესავიო, აი ნათესავის ფოტო კი დეიდაშვილისა ჩვენ გამოვიტანეთ ჩემს ზურგს უკან, ხო? ესე ფიქრობს ღარიბაშვილზე ბიზნა ივანიშვილი, ისევე როგორც უჩაზე, რა გვარია, ხო, უჩა, მამა წაშვილი, ისიც ხო ბიზნესეული გაგებით, ხო, ვიცით ყველამ რომ ის მოღალატეა და თუ არა მას სადაა, მე გეკითხებით, სადაა, როგორ ფიქრობ თბილისშია, უჩა მამაცაშვილი თბილისშია, აი ბიზნესსა და ბიზნეს შორის მოქცეული თბილისშია, არა საკვირველია, ის ვერც ჩამოდის, რომ ვიცოდეთ ის ლონდონშია. და ამ თემის დასასრულს ერთი ვიდეო რგოლი უნდა შემოგთავაზოთ და ასე უნდა ამბოწუროთ ჩვენი ამბები, დროებით მაინც ამბოწუროთ, თუმცა არც იმას გავაურიცხავ, რომ სიტყვა გამექცეს, მივუბრუნდე ჩვენს ამბებზე. აკი გითხარით, რომ თემები უსაინტერესოესებია და უსაინტერესოესებია სწორი სიტყვაა. რას აპირებს დე-ფაქტო მმართველი ნაბიჯ აწმებიან თუ არა მას მოსკოვიდან რატომ ეჩქარება რუსეთს საქართველოს საბოლოო მოხელთება დაახლოებით როდის და რას უნდა ველოდოთ რა არის საქართველოს იარაღი ამ ქართველი რუსების წინააღმდეგ ღია მსჯელობა და სიტყვა მთავარი პროტესტი ჯერჯერობით ესაა ჩვენი მთავარი იარაღი თუმცა ეს მხოლოდ ჯერჯერობით თუ
უთუოდ ვიპოვით სხვა არალეტალურ იარაღსაც, რომელიც რუსულ ოცნებას საქართველოში დაამთავრებს და კიდევ ვინც ისმენს რა ხდება უკრაინის გარშემო, მათ შორის ტრამპის მესიჯებს ვინც ისმენს, მან იცის რომ უკრაინა გარდაულად გაიმარჯვებს ჩვენს მილყვებით, მეთქი ამის თქმა მინდა ოღონდ ნაკლები დანაკარგებით უნდა გავიმარჯვოთ. Rasakuruli am ყველაფერში არ უნდა დაგვავიწყდეს ის რომ გერმანიის ელჩი გაიწვია გერმანიამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ყოველდღიურად ჯოჯოხეთს გვიწყობს ეს ხელისუფლება არ უნდა დამავიწყდეს პერსონალურად მე ის რომ დააკავეს ჩემი მეგობარი ახლა გავიგე ეს ამბავი გულახდილად გეტყვით ჩემი მეგობარი რამდენი ხნის მეგობარი 20-30 წლის მეგობარი ნინო სვანიძე რამდენადაც ხვდები დააკავეს თუმცა ამას დავადგენ ვეცდები დავადგინო გადაცემის ბოლომდე მოკლედ დაკავებები და რეპრესიები ბიზნეს ივანიშვილის აგზელდება მაგრამ ქართველი ხალხი რომ არ ხდება მას ვერ გაუგია კიდევ ერთი ამბავი ამ ვიდეო რგოლში თუ მიაქციეთ ყურადღება ერთი პასაჟია ჩვენ გვჭირდება პროტესტი დროშები ჩქარა რადგან სხვა იარაღი როგორც ასეთი ივანიშვილის წინააღმდეგ უბრალოდ არ გვაქვს თუმცა სხვა არალეტალური ამ გამდინარეზე გასაგონად იარაღი ადრე თუ გვიან უთუოდ გამოჩნდება და მე გავუთქვა მფრთხილ ვარაუდს რომ ეს არის დიდი და ისეთი სანქციები რომლებიც ივანიშვილს მოელის აგრეთვე იარაღი გვარით სახელწოდებით თუ გდებათ ასე წაიკითხოს ბატონმა მდინარაძემ გვარით ტრამპი ჩემი აზრით გამორიცხულია რომ უშუალოდ პრეზიდენტი ტრამპის ყურადღება არ მიიქციოს იმ განუწყვეტელმა პროტესტმა რომელიც საქართველოშია ცხადია სოფლიო ლიდერს მანამდე ათობით საქმე აქვს მოსაგვარებელი გადასაწყვეტი მაგრამ ამერიკელი სენატორ კონგრესმენების და სხვათა მიკაკუნება ოვალური კაბინეტის კარზე შედეგს ადრე იქნება თუ გვიან უთუოდ გამოიღებს და ერთი დეტალიც თუ გახსოვთ მე გუშინ თქვი რომ ჩვენ გვყავს დონალდ ტრამპი ჩემ ზურგს უკან ხო მე მგონი ბიზნესკენ იშვერს თიც ყოველ შემთხვევაში გაიშვერს თუ გახსოვთ მე გუშინ თქვი რომ გუშინდელ გადაცემაში რომ ჩვენ გვყავს არა ტუსაღები პატიმრები ან ტყვეები არამედ მძევლები ასეთი დეფინიციის დამკვირვება ვცდილობ გაჩენა დამკვირვება ჩემი მოსაზრებით გარდაულა აუცილებელია იმიტომ რომ რომელიღაც ეტაპზე გაჩნდეს ასეთი მოთხოვნა ვაშინგტონი ივანიშვილის რეჟიმს სწორედაც რომ მძევლების განთავისუფლებას სთხოვს მძევალია უკლებლივ ყველა ვინც ახლა 2 დღის წინ 1 დღის წინ დღეს 5 დღის წინ 1 თვის წინ 3 თვის წინ 7 თვის წინ 8 თვის წინ დაიჭირა ბიზინა ივანიშვილმა და ის პერსონალურად გასცემს ბრძანებებს აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანის დაპატიმრების თაობაზე ეთილი შევეშვათ საქართველოს საკითხს და ვაღიაროთ სხვა თემებს აბა რა დალებს სოფლიოშიც თუმცა თქვენის ნებართვით ხო სხვა თემებს საქართველოშიც და სოფლიოშიც თუმცა თქვენის ნებართვით ახლა ერთი და უფრო მნიშვნელოვანი და საერთაშორისო ამბებში შევინაცვლებ 5, 7, 8, 9 წუთით იცით თქვენ რომ პარასკევს გუშინ წინ ერთმანეთს პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი ზელენსკი შეხვდნენ აღიარება იმისა რომ შეხვედრა არ იყო საუკეთესო აღიარება იმისა რომ შეხვედრა არ იყო საუკეთესო არ არის რთული ეს მოცებულობაა ეს ფაქტია ეს რეალობაა და რთულ რეალობაა რომ ტოლოხავკების უკრაინისათვის გადაცემის საკითხი ამ ეტაპზე ჯერჯერობით დადებითად არ გადაწყვეტილა ვაღიარებ ამას რეალობაა რომ ტრამპმა კიდევ გაწელა დრო და ელოდება პუტინთან შეხვედრას ბუდაპეშტში იქ ხობის მასპინძელი ყავთ ტროას ცხენი ევროპისა ორბანის სახით ამათი ძმაკაცი ქართული რუსული ოცნებისა მოკლედ ბუდაპეშტში შეხვედრა შედგება მაღალი ალბათობით და სავარაუდოა რომ ეს უკანასკნელი ანუ პუტინი კიდევ ერთხელ ეცდება ტრამპის გულის მოლბობას და ასევე დაშანტაჟებას რომ რუსეთი ატომურ ბომბსაც კი გამოიყენებს და ასე შემდეგ და თუ ამერიკა ასე შეიარაღებს უკრაინას და ასე შემდეგ თუ და პუტინი ეცდება დამტკიცებას ბჭყალებში დასაკვირველი რომ რუსეთი წინ მიიწევს ოღონდ ყველა ობიექტური მიმოხილველი მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებიც შესანიშნავად გვაჩვენებენ იმას რომ რუსეთი მოდი ამგვარ სიტყვას ვიხმარ უფრო აგებს ვიდრე იგებს და შეხვედრას კი ხო ნებისმიერ შემხვედრ წინადადებას მოისმენს ტრამპი პუტინისაგან ხო რასაკვირველია მაგალითად წინადადებას იმის თაობაზე რომ შესაძლო წინადადებას რომ რუსეთი დათმობს ზაპოროჟიეს და ხერსონს ისიც ნაწილობრივ მაგრამ ეს
არ ვიმეორებ, არ შეიძლება იყოს ომის როგორც ასეთის დასრულების მაჩვენებელი. დიახ, დასრულება, ხაზგასმით ვამბობ ამას. ეს ვერ იქნება. რაც ეხება შეჩერებას ომი შეიძლება მართლაც შეჩერდეს თქვენ გეტყვით მომავალ თვეში ან დეკემბერში ან იანვარში თებერვალში ეს არაა გამორიცხული, თუმცა მსოფლიოში უკვე არსებობს გასიგრძეგანებულია რომ შეჩერება როგორც ასეთი დროებითი ამბავი იქნება, ვიდრე მოსკოვი არ დათმობს, არ დაასრულებს ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და უარს არ იტყვის მის მიერ აღიარებულ სრულ ყველა ტერიტორიაზე, ანუ ხუთივე რეგიონზე, აგრეთვე არ აღიარებს უკრაინის სუვერენიტეტს მის სრულ ტერიტორიაზე, დე იურე უკრაინას არ ცნობს სახელმწიფოდ, ომი ჩემი მოსაზრებითაც და ობიექტურადაც ვერ დასრულდება შეჩერებას. აქ იგითხარით არ გულისხმობ, დიახ, რუსეთის დამარცხებაა ომის დასრულების წინაპირობა, ვინაიდან ვიდრე რუსეთი არ უარყოფს იდეას უფრო დიდი რუსეთისა და სხვა სახელმწიფოების სახელწოდების უკაცრავად საბჭოეთის შექმნის თაობაზე, ის იქნება აგრესიული, უკლებლივ ყველას მიმართ, მათ შორის არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი რომ ეცდება მაგალითად სუვალკის დერეფანშის შეჭრას თუნდაც 27 წელს ან 28 წელს ეცდება ჰიბრიდული ოპერაციების ჩატარებას ლატვიაში, ლიეტუვაში და ესტონეთში, პოლონეთში რასაკვირველია და ეცდება უკრაინის დროებით გადარჩენილი ტერიტორიების მითვისებასაც და სანქციების კი არა დესანქციების პირობებში თუ შემდეგ თუ ეს რასაკვირველია მოხდა. და ამავე პასაჟების ნაწილია აი რა, უკრაინა დამოუკიდებლად იმისა, ვინ იქნება ამ ქვეყნის სათავეში, გმირი პრეზიდენტი ზელენსკი თუ სხვა ვინმე, მომავალშიც პირველი შეეწინააღმდეგება რუსეთს. ხო, ასეა უკრაინა, რომლის დღევანდელი ლიდერის დიდადაა დაინტერესებული მშვიდობითა და სწორედ მშვიდობით შეეწინააღმდეგება ყოველთვის რუსეთს, რომელიც ასეთი აგრესიული ამავდროულად თუ მშვიდობაზე ვლაპარაკობთ, მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და მშვიდობა ძალის გამოყენებით უნდა იყოს მიღწეული ძალაზე დაყრდნობით. მისთვის პრიორიტეტულია ზელენსკისთვის ეს სწორედ და ჩვენთვისაც ეს უნდა იყოს პრიორიტეტული. ამაში ტრამპის დარწმუნებას ის კიდევ ერთხელ ეცდება, რასაკვირველია რთულია, მაგრამ მაინც უკვე ბუდაპეშტის შეხვედრის შემდეგ მესმის კვლავ ვიმეორებ, რომ ეს მეტად რთულია და კიდევ უკრაინას უნდა ჰქონდეს მილიტარული იმ ევროპის იმედი, რომელიც შესანიშნავად გრძნობს საფრთხეებს რუსეთისაგან, საფრთხეებს კონტინენტისათვის.